და კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამჯერად ჯანდაცვის სფეროს უკავშირდება, მიმდინარე წლიდან წამლების ნაწილის რეცეპტით გაცემა სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილება 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პროცესი ეტაპობრივად წარიმართება და 1 სექტემბერს დასრულდება. ახალი რეგულაციების გადავადების ერთ-ერთ მიზეზად რიგების წარმოქმნის თავიდან აცილებას ახელდება. სწორი მკურნალობა, წამლებზე დანახარჯების შემცირება და ნარკოტიკული თრობის კლება ის მთავარი გარემოებებია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მსგავსი რეგულაციების შემოღება გადაწყვიტა. თუმცა მოქალაქეთა ერთი ნაწილი სიახლეს უარყოფითად ხვდება. აფთიაქებში მომხმარებლების თითქმის ნახევარი ანტიბიოტიკებსა და გულს სისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატებს ყიდულობს. ამ წამლების სავალდებულო რეცეპტით გაცემის წესი გადავადდა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე პრობლემების წინაშე დადგება. ბევრი წამალია ის, რაც გვჭირდება და ვერ მივდივართ ექიმთან. იმდენად ხელმიუწვდომელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პროგრამები შეიქმნა ამ დაზღვევების მაინც ექიმთან მისვლა და ამ ყველაფრის გატარება და დიდ სიძნელეებს შექმნის, მე ვფიქრობ, რომ ხალხისთვის ალბათ მართლა ძალიან ძნელი იქნება. მოსახლეობის შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ რეგულირების სააგენტოში. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მესამე ჯგუფის პრეპარატების შეძენისას, რომელშიც ვიტამინები, სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ალერგიის საწინააღმდეგო წამლები შედის, ექიმის რეცეპტი საჭირო არ იქნება. მეორე ჯგუფის მედიკამენტები თვითმკურნალობის გამორიცხვა კი მათი თქმით მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება და სამკურნალო საშუალებებზე დანახარჯების შემცირებასაც განაპირობებს. პირველადი დახმარების დროს პაციენტს არანაირი პრობლემა არ შეექმნება აფთიაქიდან ფარმაცევტული პროდუქტის შეძენაზე. რაც შეეხება მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს, ეს არის ის ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის გამოყენებაც სადაც აკრძალულია ექიმის დანიშნულების გარეშე და მათი მოკლედ გადაწევა სექტემბრამდე და ეტაპობრივად დაქვემდებარება აფთიაქიდან რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით გამოწვეულია იმით, რომ საზოგადოება, სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალი სწორად იქნას ინფორმირებული. კამპანია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს პირველ ეტაპზე მოსახლეობის სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიების ინფორმირებულობას გულისხმობს. მათ შორის როგორ უნდა მოხდეს წამლის უნიფიცირებულ ფორმაზე გამოწერა და მისი აფთიაქიდან გაცემა. პირველ ეტაპზე სავარაუდოდ თებერვლიდან სავალდებულო გახდება ანტიბიოტიკების, საძილე, გულს სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ასევე იმ სამკურნალო საშუალებების რეცეპტით გაცემა, რომელიც ნარკოტიკულ თრობას იწვევს. არანაირი საჭიროება არ არის, რომ მარაგები შეიძინონ მედიკამენტების, არანაირი განსაკუთრებული სირთულე არ იქნება. სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში მოხდა ისე, რომ არა მარტო მოსახლეობამ, არამედ სამედიცინო პერსონალმაც ნაწილობრივ დაკარგა უნარჩვევები რეცეპტთან ქცევის ზოგადად. ამიტომ ერთი თვე იქნება ზუსტი გაცნობითი კამპანია და შემდგომში უკვე დაიწყება ნაბიჯ-ნაბიჯი. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტები ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობით კლინიკებში მედიკამენტების თვითნებურად მიღების გამო გადაყავთ. ექიმთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ პრობლემას წამლების რეცეპტით სავალდებულო გაცემა მოაგვარებს. წამალმა თვითნებურად მიღებულმა შეიძლება უფრო მეტად აუნოს პაციენტს, ვიდრე სიკეთე მოუტანოს და ეს ყოველგვარი ასეთი მომენტები, რომ ავირიდოთ თავიდან, უნდა იყოს აუცილებლად რეცეპტი. რა თქმა უნდა, ეს ამორჩევითად იმ პრეპარატებს უნდა შეეხებოდეს, რომელიც სიცოცხლისათვის სასშია. ბოლო წლების გამოცდილებით პაციენტი მიჩვეული იყო მოსახლეობაც და ალბათ ექიმებიც უკვე, რომ რეცეპტის გარეშე გაიცემოდა ძალიან ბევრი მედიკამენტი. ალბათ გარკვეული მომზადება საჭიროა იმისთვის, რომ მომზადდეს პაციენტი მათ გაითავისოს, რომ აუცილებელია მხოლოდ ექიმთან ვიზიტისას და მისი დანიშნულებისას შეიძინონ სასურველი მედიკამენტები. გრძელვადიანი რეცეპტი გაიცემა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ ესა თუ ის მედიკამენტი. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უნიფიცირებული ფორმა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. 1 სექტემბრისათვის კი მეორე ჯგუფის ყველა პრეპარატის შეძენა რეცეპტით იქნება აუცილებელი.